დაშორება არის ოჯახის ღალატი, ბავშვების ღალატი, საკუთარი თავის ღალატი, იმ ფიცის ღალატი, რაც თავის დროზე დადე. და როდესაც ქალი გშორდება, ის ამ ყველაფერს ფონურად გრძნობს, მაგრამ ებრძვის. სუსტად ამიტომ ის ბოლომდე ეცდება მისივე შექმნილი პოზიციის, მისივე გამოგონილი ალტერნატიული რეალობის დაცვას. სადაც ის არის მართალი, შენ კი მსოფლიოში ყველაზე არასწორი კაცი ხარ. თავისთავად შენ უსამართლობის შეგრძნება გეუფლება და გიჩნდება კითხვა რატომ? რა გავაკეთე? რით დავიმსახურე ეს ყველაფერიო? გარკვეული დროის მანძილზე ჩუმად ხარ და ითმენ, მაგრამ ადრე თუ გვიანტყდები და გიჩნდება სურვილი რომ მიხვიდე და შენს ყოფილ სახეში აჯახო ყველაფერი. გიჩნდება სურვილი რომ აბსოლუტურად ყველაფერი უთხრა მას, რაზეც ფიქრობდი, რაც შიგნიდან გჭამდა და რამაც დააგროვა შენში მთელი ეგ ნეგატივი, რაზეც ქალი გპასუხობს რომ შენ არაადეკვატური ფსიხი ხარ. კიდევ კარგი რომ დაგშორდი, ძალიანაც სწორი მიქნია, შენთან ვერც ერთი ქალი ვერ გაძლებსო. და რა არის იცი ყველაზე საინტერესო? ის ზუსტადაც მაგ მომენტს ელოდებოდა თვეების მანძილზე. აქამდე თუ მას ასე თუ ისე შინაგანად ფონურად რაღაც ფიქრები ჰქონდა რომ ნეტა სწორად მოვიქეცი თუ არაო, რომელსაც თავისთავად არ იმჩნევდა და ვერ შეატყობდი. ახლა უკვე ის მსხვერპლია. შენ კი მონსტრი ხარ. ძლივს მიეცა მიზეზი რომ უფრო თავდაჯერებულად იყოს. რაცი უკვე შეუძლია რომ გაგჯოროს და ქალებთან, დედამისთან და ფსიქოლოგთან. თუ რამდენად არაადეკვატური პიროვნება ხარ და რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო შენთან დაშორება. მე მესმის რომ შენ გინდა რომ მას თვალები გაუხილო და დაანახო რეალობა ისეთი როგორიც არის, მაგრამ მაგის შედეგი იქნება სრულიად ნეგატიური, იმიტომ რომ მას მაგ მომენტში სულ სხვა мотиваცია ამოძრავებს. ის განქორწინების პროცესში ყველა შენს სიტყვას, ყველა შენს ქმედებას, ყველა შენს ემოციას შენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. ის შენ გიყურებს და გიდგება როგორც მტერს. შესაბამისად ის მაგ ყველაფერს გამოიყენებს საკუთარი მაგ მოღალატეობრივი ნაბიჯის გასამართლებლად, იმიტომ რომ მას სჭირდება ლეგენდის გამოგონება, რომ შენ გაფსიხებული მონსტრი ხარ. ის კი მსხვერპლია და მაგიტომ დაგშორდა.